მაშასე ჩემი სტუმრები არიან ჩემი კოლეგა სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყავალაშვილი. დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის და როგორ შეაჯამებდით საქართველოს ნაკრების გამოსვლა ზოგადად ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე? ალბათ მაინც ორ ნაწილად უნდა დაიყოს საქართველოს ნაკრების თამაში, რადგან მწვრთნელის ცვლილების შემდეგ აბსოლუტურად სხვა გუნდი არის. როგორ შეაფასებდით და რა შთაბეჭდილებები გაქვთ? ლევან, შენგან დავიწყოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მოგილოცოს ახალი გადაცემა და იცი რომ ჩემი სახით შენ დიდი გულშემატკივარი ყავს და შენი წარმატება ყოველთვის გამიხარდება. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, მე საერთოდ არა ამხელა როგორც გუშინ თამაშობდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ გარკვეულწილად სპორტსმენი ვარ და ჩემთვის არ არსებობს ცნება კარგი წაგებული მატჩი, იმიტომ რომ სპორტსმენი იმიტომ ხარ, რომ ყოველთვის მოგებაზე უნდა ფიქრობ და წაგება ყოველთვის ცუდია. თუმცა ჩვენმა საფეხბურთო გასაჭირმა ეს ტერმინი დაამკვიდრა ჩვენს რეალობაში და მე ვიტყოდი რომ ასეთი კარგი წაგებული მატჩი მე იტალიაში 1-0 წავაგეთ და კეცბაიას და ემსაძეს ტოლდომ სასწაული ბურთები აუღო. აი დაახლოებით ეს მომაგონა. მაშინ იყო ესეთი ფრაზები რომ დავხვდეთ აეროპორტში როგორც გამარჯვებულებს, მე შორს ვარ ამაზისგან, მაგრამ ერთი ფაქტი არის ის რომ წინა მწვრთნელთან როცა ჟურნალისტებს გვიწევდა კამათი და როდესაც პასუხობდნენ აბა რა ვქნათ მოუგოთ, აბა იმას მოუგოთ, აბა ამას რატომ უნდა მოუგოთ, იქ კარგი ქვეყანაა, იქ კარგად ჭამენ, იქ კარგად ცვავენ, რაღაც ასეთი უაზრო ისინი მოყავდათ რაღაც მიზეზები. აი რა გვინდოდა ბატონო, აი რატო კამათობდით, ხანდახან რატო ჩხუბობდით, რატო ვიშლიდით ნერვებს, იმიტომ რომ აი ეს გვინდოდა გვენახა ის რომ მიუხედავად იმისა რომ სხვა გუნდებში უფრო კარგ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები არიან, უფრო ტიტულოვანი, ჩვენ ბიჭებს თუნდაც თქვათ უფრო კარგი თაობები გვახსოვს და ეხლა შეიძლება ისეთი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმარისი მოტივაციით, განწყობით, რაღაც თვითრწმენით შეუძლიათ რომ სოფლიო ჩემპიონთან აი ესეთი მატჩი ჩაატარონ და რა იყო რა იქ პატარა გამართლება და შეიძლება სხვა შედეგიც დამდგარიყო. კი, ლეიტმოტივი მუდმივად ეს არის ბოლო პერიოდში, რომ შეგძლებია ფეხბურთის თამაში. აი ესეთი რამ ძალიან ბევრჯერ გავიგე უკვე და მართლაც კარგია რომ ეს განწყობა შეიქმნა ის მუხტი, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და პოტენციალი, რომ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე ნებისმიერ ტურნირის. მიშა, შენ რა სიტყვი, შენი შთაბეჭდილებები საინტერესოა და როგორ შეაფასებდი გუშინდელ თამაშს და ზოგადად საქართველოს ნაკრების ამ სახეცვლილებას? მოგესალმები პირველ რიგში მივესალმებით ელემაყურებელს, მე მგონი მეს პირველად ვარ შენთან სტუდიაში. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. რაც შეეხება ცოტა გავემიჯნები ლევანს, იმიტომ რომ მე მაინც მინდა რომ ცოტა პროფესიული კუთხით მივუდგე. გუშინდელ თამაშს პირველ რიგში ვიტყვი რომ რა თქმა უნდა მოლოდინი რაც იყო ალბათ დამეთანხმება უმრავლესობა გულშემატკივრის უფრო მაგალითად გერმანიის მოგების ასე ვთქვათ შტამბეშტაბ მოგებას ელოდებოდა შეიძლება გულშემატკივარი, მაგრამ ვიხილეთ განსხვავებული შედეგი, თუმცა იმ აზრს რომ ჩვენ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია ეს მე არა ვარ ამის ასე ვთქვათ ამას ვამტკიცებ და მე თვითონაც ვარ იმის ოჯახის წარმომადგენელი, საფეხბურთო ოჯახის, ვინც თვლი რომ ყოველთვის ყველა ეტაპზე რა გუნდიც არ უნდა ყოლოდა ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო ფეხბურთის თამაში. აქ გავემიჯნები ასევე ყოველთვის იყო ყველა ციკლში ერთი კარგად ჩატარებული თამაში. მე მინდა რომ ჩვენი თამასა ავწიო, იმიტომ რომ არ გვაძლევს ჩვენი საფეხბურთო ტრადიცია მიუხედავად დღევანდელი რეალობისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი, მაინც არ გვაძლევს და ჩვენი თამასა ყოველთვის მაღლა უნდა იყოს აწეული და უნდა უყურებდეთ ბორის პაიჭაძეს, დავით ყიფიანს, მიშა მესხს და ამათ ასე ვთქვათ ფეხბურთზე უნდა ვზიდეთ ჩვენ ახალგაზრდებს და გუშინ ზუსტად ეს ნაკლი, რომელსაც მე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად, აი ჩემ პროგრამაზე როცა ვიმუშავე, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თუ რა შეიძლება ყოფილიყო მიზანი ქართული ფეხბურთის განვითარების ამ ეტაპზე და ესეთი მიზანი ჩამოვაყალიბეთ ასე საერთაშორისო დონის ფეხბურთელის აღზრდა და გუშინ გამოჩნდა ნათლად რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, ესე ჩვენ ფეხბურთელს ვერ ვდით საქართველოში. მათ უწევთ ადაპტაცია საკმაოდ დიდი ხანი ევროპაში ჩასულებს, სხვადასხვა კლუბებში ძალიან ბევრი არ იმსახურებს იმას, მაგრამ რადგან მომზადებელია ვერ აღწევს ასე ვთქვათ შემადგენლობამდე და აი ამის მომსწრებად და ვინც კი ამას გადალახავს და გუშინ ჩვენ ნახეთ რამოდენიმე ფეხბურთელი არ მინდა ხე გვარებით გამოყო, მაგრამ ავტომატს არა, ხო იგი ყაზაიშვილის თამაში, ოქრიაშვილი და
ესეთი ფეხბურთელები, ესეთი შემოქმედი ფეხბურთელები, რომლითაც ყოველთვის ქართული ფეხბურთი მდიდარი იყო, სანამ ეს ფეხბურთელების რაოდენობა არ გაიზრდება, მაშინ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აი ამ მოლოდინში და ერთი თამაშის მოლოდინში და კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. ახლა დეტალებში შევა, რა თქმა უნდა, ემოცია მინდა რომ მაინც გადავდო, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია, ვერაფრით ვერ უმკლავდები ამას, როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, მინდა რომ კარგად ჩავატარო ანალიზი. თუ ავიღებთ ხო წინა თამაშსაც მაგალითად ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, იგივე გერმანიასთან 90 წუთის განმავლობაში ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ალბათ, მაგრამ 15-20 წუთი ვთამაშობთ გამართულ ფეხბურთს და ეს ნამდვილად არ არის საკმარისი 90 წუთის მანძილზე. ამიტომ მინდა რომ არ ჩავარდეთ ეიფორიაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია მიმართულება ქართულ ფეხბურთში. მე ჯერჯერობით კახას თავის საქმე აქვს, ის თავარი მსმელი არის, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ჭირდება მიმართულება. უფრო სისტემური მიდგომა ზოგადად. რა თქმა უნდა და ცოტა ცელი პასუხი გამომევიდა ამ შესარჩევ ციკლს, რა თქმა უნდა, უარყოფითად უყურებ, იმიტომ რომ გიბრალტარს გავასწარით მხოლოდ, ხო? სამი თამაში მოვიგეთ, დანარჩენი წავაგეთ. ხო, შეუძლებელია ვინმე კმაყოფილი იყოს და არ შეესაბამება კიდევ ერთხელ იმ ქართულ ფეხბურთს, რაზეც მე გავიზარდე, იმ ფეხბურთს, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ლევან, შენ როგორ შეაფასებ კახაცხადაძის მუშაობას, რამდენად კმაყოფილი ხარ იმ ცვლილებებით, თუნდაც ტაქტიკურით, თუნდაც შემადგენლობის თვალსაზრისით და უფრო დეტალურად რო განვიხილოთ და გავაანალიზოთ კახაცხადაძის მოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ცვლილება. მე მაყურებელს და შენ მithumetes გახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ თემურ ქეცბაია იყო მწვრთნელი, ღია ეთერში ხშირად დამისახელებია ჩემს სავარაუდო კანდიდატად ეროვნული ნაკრების კახაცხადაძე და მე მქონდა ბედნიერება ჯერ ერთი მთელი მისი კარიერა ნანახი მაქვს საფეხბურთო და მეორეც როცა ის ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს დგავდა სამწუხარო კარიერაში მე მასთან ერთად წლები დინამოში გავატარე და ძალიან ახლოდან ვიცნობ მის მუშაობის სტილს საწყის ეტაპზე ცოტა უფრო ზედმეტად ფიცხი იყო მაგრამ ეხა ეს ნელ-ნელა უკვე გამოცდილებასთან ერთად დაბალანსდა და რაც შეეხება მის სითამამეს რაც შეეხება მის აი სპორტულ ჟინს რომელზეც ის პირველი დღიდან საუბრობს რომ არავითარი ის რომ ამას ვერ მოუგებთ იმას ვერ მოუგებთ თუ ჯგუფში ვართ უნდა ჩვენი ამოცანა იყოს გასვლა ჯგუფიდან. ანუ ეს სიტყვები მე მოვისვენე ამ კაცისგან და მე მუშაობას რაც შეეხება, ხო? იგივე ეს ნავალოვსკის შემოყვანა გუნდში მოუხდა, ჩემ მარცხენა ფლანგის დიდი პრობლემა მოუხდა. მე აგერ კვეკვესკერი დინამოდან გაუშვეს წლების წინ და ვერ შეძლეს დაენახათ ამ ფეხბურთელში რაღაც პოტენციალი. წავიდა ხანსად იყო აგერ აზერბაიჯანში და კი არის ნაკრების გერმანიასთან გამოვიდა ბიჭმა და ითამაშა. ამისულაშვილი მოკვეთილი იყო ნაკრები. ვაწაძე საერთოდ არ იცოდნენ მე მგონი რო არსებობდა. რამდენი ერთი ჩამოვთვალოთ ყაზაიშვილს ძირითადში იშვიათად და ან საერთოდ არ აყენებენ. ანუ მე მგონი კახაცხადაძე მის რაღაც ცვლილებები რაც განახორციელა და თავარი კიდევ გვარებში და სახელებში და ამპლუებში არ არის. თავარი არის რომ კახაცხადაძემ ფეხბურთელებს გასახდელშიც და ვარჯიშებშიც უთხრა თქვენ შეგიძლიათ ფეხბურთის თამაში. წინა პერიოდში მე კრიტიკული ვარ მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ტყიოდა გული იმ პერიოდში პრესკონფერენციებზე მწვრთნელი მატჩის წინ ამბობდა რომ ჩვენ ამ გუნდს ვერ უნდა მოუგო და ჩვენ ფეხბურთელები არ ავყავს, ჩვენ ფეხბურთელები არ გვიორგა, შეხედეთ ამათ რას გვანა და ასეთ სიტყვებს ვისმენდით და ცხადია ახალგაზრდა ბიჭებისთვის მე ერთსაც დავძენ. აი ესეთი შედარება მაქვს გაკეთებული ხა რაც შეეხება ნიჭი. საქართველოში ნიჭი ყოველთვის იყო ფეხბურთში და იქნება სხვა სფეროებში საბედნიეროდ. ოქრიაშვილი რომ დაბადებულიყო 60-იან წლებში მე ვფიქრობ რომ 91 წლის დინამოში ალბათ იქნებოდა, მაგრამ გუცაევი რომ დაბადებულიყო ახლა შეიძლება სადმე კახაბაროვსკში ეთამაშა, იმიტომ რომ ჩვენ ამ ნიჭს ვანიავებთ და კარგად მე მიშას დავეთანხმები რომ ვერ ვზდით. თორე როგორ არ მოდიან იჭერებს საწავიდნენ, აბა როგორ არ იბადებიან, რა თქმა უნდა იბადებიან. მე რაც ვნახე ხა თუნდაც ეს თამაში და წინა მატჩების ოქრიაშვილმა ისეთი ფეხბურთი ითამაშა რომ მე დარწმუნებული ვარ ამ ბიჭმა თუ მოინდომა და მისმა ხასიათმა ასე თქვა თუ ხელი შეუწყო, თავისუფლად შეუძლია მას უმაღლესი დონის გუნდში თამაში, მე ასე მგონია, რადგან ყველაფერი აქვს ტექნიკურადაც, ფიზიკურადაც ძალიან მარტო ოქრიაშვილს ეს სიმბოლურად გამოვყავე ხო. მიშა, შენ რამდენად კმაყოფილი ხარ კახაცხადაძის მუშაობის ჯერჯერობით და როგორ ფიქრობ ასეთი შეკითხვა მაქვს მომავალში, იგივე მომავალი ციკლისთვის, ყველაზე მეტად რაში უნდა მოუმატოს საქართველოს ნაკრებმა და რა მინუსები უნდა გამოასწოროს, აი რა კომპონენტებს გამოყოფთი ამ ხომ. ცოტა გრძელი პასუხი მომიწევს, მაგრამ დრო არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესე ვცლად ვილაპარაკო.
კახას მცირე ცვლილებას ნამდვილად ხედავ იმასთან შედარებით რაც იყო, ეხლა თემურის ადვოკატი ვარ გამოვარ, მაგრამ თემურიმაც თუ გახსოვთ, საკმაოდ ომახიანად დაიწყო, მაგრამ აქ ფეხბურთის სტილზე და მიმდინარეობაზე იყო ლაპარაკი. სტილზე ამახვილებდი, მაგრამ სპარტაშევის უმრავლესობა მაშინ ხარს უჭერდა, შედეგი თითქოს ჩანდა, მაგრამ შედეგს რაც გულისხმობდით, ამიტომ მინდა რომ თამასა მაღლა იყოს. კახას მუშაობა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ცვლილება ჩანს, მაგრამ მე მაინც უფრო ეს ციკლი მაინც გამოსაყენებელი იყო, რა თქმა უნდა, თვითდამკვიდრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? პირველად პრინციპში ექსპერიმენტის სახე იყო, ხო? პირველად ნაკრებში უწევს ახალგაზრდა მსმელი არის, მანამდე საკლუბო დონეზე მუშაობდა, ძალიან ბევრი კომპონენტი არის წმინდა პროფესიული თვალსაზრისით. თან საკუთარ ქვეყანაში მოდიხარ და ესე მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ნაკრებს ვიბარ, რა თქმა უნდა, რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ვიმედოვნებ რომ, მაგრამ კახასაც არ მინდა რომ კახაზე გადაწყდეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ შევქმნით საფეხბურთო იდეოლოგია, საფეხბურთო ფილოსოფიაზე აღზრდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, ერთ კაცს და ერთ მსმენელს ყოველთვის გაუჭირდება რაიმე სერიოზულ შედეგზე ამახვილ, მაგრამ არის თაობა, ვიზეც უნდა გაკეთდეს უკვე აქცენტები, მაგრამ ამას ჭირდება წმინდა ტექნიკური დეპარტამენტი, ვინც უნდა იმუშაოს ამ საკითხებზე კახასთან ერთად. არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვიმედოვნებდი მაგალითად ცითამამე დაუფასე თქვათ აზაისულთან მიმართებაში პირველივე ვთქვათ გერმანიასთან აქ რო ეთამაშა გაცვლილებული ვიყავ. ჰუმელსი მოკლედ გააწამა გაცვლილებული ვიყავი გულშემატკივრის თვალსაზრისით. ისევე შეიძლება არიან 21 წლამდე ახალგაზრდებში, რომელსაც დღეს ჭირდება, მიუხედავად იმისა, ისინი ჯერ არ თამაშობენ მაგარ გუნდებში, მაგრამ შეიძლება ნაკრების დონეზე მათი ასე ვთქვათ წახალისება, რომ რა არის თუ ავიღოთ, ხო? ჩვენ გვჭირდება წეღან ვახსენე ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი, ხო? შემქმნელი ფეხბურთელები ყველა ასე ეს მომენტი ფანტაზისტები. აბა რა. ლევან, შენი აზრით, რამდენად შემდეგ შესაძლოა ციკლში იგივე რამდენად უნდა მიეცეთ ჩანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს? ეხლა მე ვადევნებდი თვალყურს 21 წლამდე ნაკრების თამაშს, ძალიან კარგი მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან დიდი ანგარიში წავაგეთ, მეორე ტაიმში იქ უკვე ფიზიკური მომზადების ბრალი უფრო იყო, ინდივიდუალურად ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ვყავს, იგივე აბურჯანია ავიღოთ თუნდაც, ინცაძე ძალიან კარგია, ახალგაზრდები იგივე ხოჭოლავა უკვე ჩერნომორეთში თამაშობს და გოლის გაიტანა დრიპნოს კარში. აი ეს ბევრი ფეხბურთელი არის, რომელიც თითქოს პროგრესირებს, იზრდება თქვენი ეს და ეროვნულ ნაკრებში რამდენად იმსახურებენ ისინი შანსს. დაგეთანხმებით, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ყავს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, კარგი გამოცდილება შეიძინეს და კარგ ტურნირებშიც გვასახელეს, მაგრამ მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ისი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები უნდა დავაწინაუროთ, მაგრამ ხელოვნურად აი ესე იყო ეს პერიოდი საქართველოს ნაკრებისთვის, იგივე განუგრავას მაგალითი მაკარიძის, როცა 17 წლისები თავის გუნდებში საქართველოს ჩემპიონატში ზოგჯერ ძირითადში ვერ ხვდებოდნენ და მაკარიძე საერთოდ დინამოში იყო და ნაკრებში პირველი მეკარე იყო. ანუ შეგნებულად ეს ტვირთი არ უნდა ავკიდოთ მათ და არ უნდა გავტეხოთ. ორგანულად უნდა მოხდეს. ეს უნდა მოხდეს გეტყვი როგორ. ახალგაზრდული შემადგენლობა ეხლა ძალიან კარგად იცის თავარ მომწვრთნელმა და არის ხშირად შემთხვევა, რომ ამა თუ იმ ამპლუის მოთამაშე ან დაგემტრო ან დისკვალიფიკაცია გყოთ, ნამდვილი დისკვალიფიკაცია აქვს და ამ შემთხვევაში შეიძლება ახალგაზრდულიდან კონკრეტული იმ ამპლუის ფეხბურთელს დაუძახო და ჩასვა ამ გუნდში და უმტკივნეულად მოახერხოს მან ადაპტირება. ისე რომ ეხლა მოდი ეხლა 7 კაცს ავიყვან და პირდაპირ 18 წლის ბიჭებს დავაყენებ და შევყრი ავსტრიასთან სათამაშოდ, მე მგონი ესე ხელოვნურად არ უნდა მოხდეს და გარკვეულწილად ადაპტირების მერე ეს ბიჭები რომ 21 წლის კი 17 წლის ოუენი რომ დაქროდა და თამაშობდა, ისე მერე ვეღარ უთამაშია. ასე რომ ჩემთვის ფეხბურთში აი ამ ნაწილს რომ ახალგაზრდაა და ჯერ არ შეიძლება არ აქვს ესეთი განსაზღვრება. მე განსხვავებულად ვიტყვი გიორგი, იმიტომ რომ უნდა მიესადაგებოდეს იმ სტილს, რასაც მაგალითად მსმენელი და საერთოდ ჩვენი თქვათ თუ დაიგეგმება ეს მიმდინარეობა, ხო? შეიძლება 17-18 წლის არის პრეცედენტები ყველა დონის ნაკრებში, ყველა მაღალი დონის ნაკრებში, სადაც შეიძლება საკლუბო დონეზე არ უთამაშია მაგარი ფეხბურთი, მაგრამ ნაკრებში აძლევენ იმას საშუალებას, იმიტომ რომ ერთ-ერთი ასე თქვა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯიც არის ხოლმე. მსმენელის გემოვნებაში უნდა ჯდებოდეს და მომავალს უნდა უყურებდეს მსმენელი იმ ფეხბურთელის თუ რამდენად წაადგება. შეიძლება იმ ნაკრებში თამაშმა იმ ახალგაზრდა ნიჭიერს ძალიან დიდი სტიმული მისცეს, რომ შემდეგ სხვა ისეთ ძლიერ კლუბში მოხვდეს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპონენტია. მე მაინც ამ სითამამეს უფრო მოვთხოვდი კახას, რომ
ეს ეტაპი მაინც ჩავარდნილი ეტაპი იყო და უფრო მეტი ახალგაზრდის გამოცდის საშუალება, როგორც ჯანსაღი კრიტიკა ამ კულტურის დამკვიდრება მინდა რომ ყოველთვის მინდა რომ კრიტიკა იყოს ჯანსაღი და მიმართული ყოველგვარი უანგარო ასე ვთქვათ აზრი იყოს გამოთქმული და არ დავმალოთ გულწრფელები ვიყოთ და პირდაპირ ვიტყვი ახას მიმართ, აი ჩემი პრეტენზია ვთქვა, თუ შეიძლება პრეტენზია იყოს, ამას ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ახალგაზრდას მიცემოდა შანსი ამ ეტაპზე, იმიტომ ეს ჩავარდნილი ციკლი იყო, მიუხედავად ამ თამაშებისა, შეიძლება და უფრო მეტი ახალგაზრდა მიწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფეხბურთელებისთვის, რაც პრინციპში მოახერხა ახაც ხადაძე, მე რასაც გამოვყოფ, რომ ფსიქოლოგიურად შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის უკვე ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა და ეს არ იქნება რომ აი კიდე მოსამზადებელი ციკლი შემდეგ ეგ არის ყველაზე საშინელი ეს 15 წუთი უნდა ნელ-ნელა გავზარდოთ ნახევარი საათი ეს ქვეჯგუფი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ქვეჯგუფის მოსამზადებლად. აი ესეთი სულელური გამოთქვა მე არ გამემართება ხოლმე, როგორც კი გუნდი რომ თითქოს მოკლებული ვართ აი ეს მთელი ამ ბოლო წლების მანძილზე თუ შეტევაში თამაშ მოკლებული რო ვართ და გვიხარია რომ ბურთი გვაქვს აზრიანად თამაშობს იმდენად განსხვავებული ხა არ მინდა ის მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ იყო და როგორ არ უნდა უბალეშიკო, მაგრამ ისეთ ფეხბურთს თამაშობდა საქართველოს ნაკრები, რთული იყო შემატკივრობა. 0-0 საფრანგო დავდიოდეს. ფეხბურთელი ხარ შიგნიდან, ხო, რა ჩვენ დრო სამწუხაროდ იწურება და ბოლო შეკითხვას დაგისმევთ. ვიტყვი გუნდებს თუ რა გუნდების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა. ეს არის ჩვენი შემდეგი ჯგუფი. მოკლედ, ძალიან მოკლედ შეფასებები, რამდენად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ ჯგუფიდან შევძლოთ ფინალურ ეტაპზე გასვლა. მე გეტყვით აი ხა ერთ ფრაზას და ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება. მაგ ჯგუფში ჩვენს მაგივრად რომ იყოს ალბანეთი, დაგეგმავდა გასვლას და თუ რატო დაგეგმავდა, აგერ ამ ციკლმა გვაჩვენა და შესაბამისად ჩვენ ალბათ ვით უფრო უნდა დავგეგმოთ. იმას გავაგზელებ რას, ისე გამოჩნდება ხანდახან ისეთი გუნდი, რომელსაც არ ველოდებით და წარმატებას მიაღწევს და არა, ამ დროს არ ხდება ზუსტად ეს შემთხვევით, ეს წარმატებას აღწევს, იცი ვინ, ბევრი ცდილობს რომ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ აი შემთხვევით კოსტა-რიკა გამოჩნდა და ეს შემთხვევით არ ხდება. მე რომ ჩაუღრმავდებით, თურმე ის ხალხი 10 წელია მუშაობს. დაგეგმილი პროცესია და ავსტრია ახსენე, ავსტრიაზე ამ სტუდიაში 2 წლის წინ ვახსენე. სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს. ხო და მოკლედ ამას სჭირდება დაგეგმა, გრძელვადიანი პროცესის, რომ წარმატებამდე მიხვიდე. უღრმესი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. მომავალშიც კიდევ ვისაუბრებთ და უფრო დეტალურადაც განვიხილავთ ალბათ სხვა კომპონენტებს ნაკრების. კარგია რომ მიუხედავად ამ წაგებისა, მაინც შედარებით დადებით ნოტაზე დასრულდა ჩვენთვის შესარჩევი ეტაპი. ჩვენ უკვე თამას არ დაწიო. არა, თამასეს არავითარ შემთხვევაში არ დავწევთ და ერთად ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ვაკრიტიკოთ ობიექტურად და როდესაც კარგი იქნება, კარგი ვთქვათ და როდესაც ცუდი იქნება, ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება.